არაბული ინვესტიცია საქართველოს გაამდიდრებს. პირდაპირ ვიტყვი, რომ აბსურდი არის ეკონომიკურადაც თუნდაც, რაც არ უნდა დიდი მოცულობის ინვესტიცია იყოს, რომ ერთმა ინვესტიციამ ქვეყანა გაამდიდროს, რაც მინდა რომ ამაზე უპასუხო არის ის ქართული ოცნების სახეცვლილება წლების განმავლობაში. ისინი მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთობიდან გამოვიდნენ, დაიწყეს ეს ეთნონაციონალისტური მემარჯვენე იდეების გავრცელება, მაგალითად კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ მიწის გაყიდვა არ შეიძლებოდა. მე მახსოვს პატარა ვიყავი 2012 წელს, თუმცა იქამდე სინგაპურიზაციის წინააღმდეგ მიმართული და ზოგადად ინვესტიციების წინააღმდეგ მიმართული ქართული ოცნების რიტორიკა და მის კოალიციაში მყოფი პარტიების რიტორიკა, რომ არაბებმა წაგვლეკეს აღმაშენებლის გამზირი წაიღეს, მაგალითად სინგაპურიზაცია, რა გვინდა და სერვისში დასაქმება მთელი ჩვენი ახალგაზრდობის, რასაც ვეთანხმები, მაგალითად სინგაპურიზაციის მოდელი არ გვჭირდება. და არ არის ის, რაც ვთქვათ, ქართულ მოსახლეობას უნდა და რაც მისი დაკვეთა. ზუსტად იგივე არის ეს 6 მილიარდიანი ინვესტიციაც, ჯერ ტყუილია, რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია საქმე ჩადებს, ამ კომპანიის პორტფოლიო, ანუ რაღაცა უძრავი იქონების ფასი არის 38 მილიარდი დოლარი, სულ ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკარგავით კიდე 38 მილიარდზე ნაკლები არის და აქედან 6 მილიარდი ჩადო რეგიონში, სადაც მთლიანი რეგიონი რო აიღო, ხო, თურქეთის რო დაამატო, სომხეთი და აზერბაიჯანი ამ სფეროზე, ანუ რეზორტზე, ანუ გამაჯანსაღებელ რაღაცა კურორტზე და ტურიზმზე მოთხოვნა არ არის იმხელა, რომ 15 წელიწადშიც კი ამოიღო ის თანხა, რაზეც საუბარი არის.